რუსთაველის სახელობის სკოლა ლიცეუმში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. დღესვე სკოლაში კურსდამთავრებულების გაცილების ცერემონიალი ჩატარდა. სკოლა ლიცეუმს ქვემო ქართლის გუბერნატორი და მერიის სოციალური მომსახურების, ჯანმრთელობის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსი ესწრებოდნენ. ნახეთ ჩვენი სიუჟეტი. საქართველოს ეროვნული ჰიმნით გაიხსნა რუსთაველის სახელობის სკოლა ლიცეუმში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. პატრიოტულ და ეროვნულ მოტივებზე შექმნილმა ლექსებმა, სიმღერებმა და მინი სპექტაკლებმა დამსწრე საზოგადოების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. დღესვე სკოლის ადმინისტრაციამ კურსდამთავრებულებს გაცილების ცერემონიალიც მოუწყო. ღონისძიების დასასრულს ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა და სკოლის დირექტორმა მე-12 კლასელებს სპეციალური საჩუქრებიც გადასცეს. ზეიმობთ ორ ძალიან ძვირფას დღესასწაულს, ეს გახლავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და წლევანდელ კურსდამთავრებულთა სკოლის დასრულების დღე. იყო ხალისიანი განწყობა, იყო უამრავი სტუმარი. ფიქრობთ, შევქმნით მართლაც კარგი შტაბ-ეჭდილება დავტოვეთ უფრო სწორად მოწვეულ სტუმრებთან. სკოლის ხელმძღვანელობამ ძალიან სწორად გადაწყვიტა, რომ ბავშვების დამოუკიდებელ ცხოვრებაში გასვლას მიუძღვნა სწორედ დამოუკიდებლობის დღის ზეიმს. და ეს ორი ზეიმი ერთად გამთლიანდა, გაერთიანდა და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მართლა ზეიმად იქცა ბოლოს. სკოლა გამართა ერთობლივ ღონისძიება, რომელიც ეძღვნება დამოუკიდებლობის დღეს და ასევე კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ საღამოს. იყო ძალიან კარგი სანახაობა, მე ვიცი რომ ამ სკოლის მოსწავლეები არიან ერთ-ერთი გამორჩეულები ჩვენს ქალაქში და მინდა წარმატებები ვუსურვო მათ. სკოლა უკვე რამდენიმე წელია რუსთაველ მოზარდებს საერთაშორისო დონის შესაბამის განათლების ხარისხს სთავაზობს. ამაზე დღეს სკოლის კურსდამთავრებულებიც საუბრობდნენ. რუსთაველის სახელობის სკოლაში არაქართულენოვანი კონტინგენტისთვის სახელმწიფო ენის გაძლიერებულ სწავლებას განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ სკოლის, 2 წელი აქ ვარ და მართლა სხვა კუთხით დავინახე სკოლა, შემიყვარდა აქ მოსვლა. გული მწყება დავამთავრე და რა ვიცი, ფილოლოგიურ ზედაპირებს ჩაბარებას. ამ სკოლაში ვსწავლობ 8 წელია, ვარ ძალიან ბედნიერი, რადგან ასეთ გარემოში ვსწავლობ და მან ვამთავრებ წელს სკოლას, მე-12 კლასელი ვარ. მიხარია რომ ამ სკოლას ვამთავრებ და შემდეგში მე მქნება ამ სკოლის დიპლომი. სკოლა საკუთარ მოსწავლეებს უსაფრთხო პოზიტიურ სასწავლო გარემოს უქმნის. სკოლის კურსდამთავრებულები სრულად ფლობენ თანამედროვე მოთხოვნილების შესაბამის აკადემიურ განათლებას.